გამარჯობა მეგობრებო, ზეგ 17 თებერვალს გვაქვს მზის დაბრალება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში და გადავწყვეტე პატარა ჩქარ ტემპში ვიდეო ჩავწერო პროგნოზე. ზოგადად დიდი ვიდეოს გაკეთება, როგორც ვიცი ხოლმე ეს მოცულობითი, თავისი დაბნელებებით, ნეპტუნის სატურნით, რეტრო მერკურით და ამბებით უბრალოდ ვერც ვასწრებ და ძალიან მოცულობითია და გასაგებად ალბათ ჯობია ესე დავანაწევროთ, ხო? მოკლედ დავიწყოთ ზეგ 17-ში გვაქვს მზის დაბნელება და ესაა პირველი დაბნელება, რომელიც ამ სერიას ხსნის, ანუ იხსნება ახალი ღერძი, მერწყული ლომის, ესე ვთქვათ, ღერძი, რომელსაც მოაქვს აბსოლუტურად ახალი პროგრამები და ბოლოს ეს პროგრამები ჩვენს ცხოვრებაში იყო ესე აქტუალური 2018 წელს, 2017-18 წლები ეს პერიოდია, 17 წლის მაისიდან უფრო ზუსტად 18 წლის თებერვალამდე, ხო? და ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ რა ხდებოდა მაშინ, იმიტომ რომ ძალიანაირ ეკლავს იმ ამბებს ეს დაბრალებები. კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ვისაც რაღაცა ისეთი დიდი პროგრამები გაქვთ 2008-2009 წლები უნდა გავიხსენოთ და ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ თუ იქ რაღაც დავალებები სწორად გავაკეთეთ, ჩვენი ამბავია, ეხლა ცოტა მაღალ დონეზე მოგვიწევს იგივე ღერძზე მუშაობა, თუ არა და უმეტეს შემთხვევაში, უმეტეს ჩვენგანთან რაღაცნაირი გადაგრძელება იქნება 2017-18 წლების ამბების, ხო? იქ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც რაღაცნაირად ვექტორი შეცვალა ჩვენი ცხოვრების და აქეთ გადმოგვიყვანა, ეხლა სადაც ვართ, გადასახედი იქნება ძალიან მარტივად რო ვთქვა. გააჩნია ხა ვის რომელ სახლში გქონდათ ეგ ვის რომელ ველში, მაგრამ საერთო თემა იყო ეროვნულ განვითარებაზე, არ აქვს მნიშვნელობა როგორ დავაგდება ნიშნების მიხედვით, უარის თქმა რაღაცა კოლექტიურის გამო. ეს კოლექტიური არ არის აუცილებელი იყოს მაინც მერწყულის ამბავი, სამეგობრო რაღაცა იდეა, ხო? ეს კოლექტიური რაღაც სტანდარტული ამბები ზოგიერთის ჩვენგანი ცხოვრებაში შეიძლება იყოს ოჯახი, მაგალითად სწავლაზე უარი ვთქვი, ოჯახი რო შემექმნა რაღაც ძალიან ბანალური მაგალითი, ხო? მოკლედ ეხლა მოგვიწევს პირიქით გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ კვანძები შებრუნებულად იქნება ღერძზე. მოკლედ ძალიან საინტერესო პერიოდია, მე ესე ვფიქრობ, ღერძებიც და მერწყულის კოლექტიური ნიშნებია, ამიტომ მე მომწონს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ რთულია. იმის გარდა რომ პირად დონეზე მუშაობს ეს რაღაცეები, ჩვენთან ინდივიდუალურ სცენარებში, რა თქმა უნდა, გლობალურ პროცესებსაც ძალიან დიდი გავლენა ექნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამბავი ხდება წელს, სატურნი ნეპტუნის გადასვლა, კი ბატონო გადავიდნენ უკვე და ეხლა 20-ში გააკეთებენ ზუსტ შეერთებას და მაგასაც დავწერ მე თალკე ეგ შეერთება როგორი ისეთია ინტენსიური. ამის მერე არის ურანი იცვლის ნიშანს, ამის მერე არის კვანძები გადადის ღერძზე, ხო? ლომი მერწყულის ღერძზე ძალიან ინტენსიური, საბოლოო ჯამში რო შევკრათ, საერთო ჯამში რა გამოდის, ხო? გლობალურ დონეზე. ლიდერები, ხო? აი ლიდერებს განსაცდელიელით ამბავია, ოღონდ ლიდერი არა, ბუნებრივი ლიდერებზე არ ვლაპარაკობ, აი რაღაც დირექტორი ლიდერების თვის ცოტა მძიმე პერიოდია. არ აქვს მნიშვნელობა რის დირექტორია, სახელმწიფოსი, რაღაც კომპანიების, სისტემების, ფინანსური ინსტიტუტების, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მანდ იქნება გადასახედი რაღაცა თემები და ესეთი მთავარი კითხვა, ვინაა ლიდერი, ან შენ რამდენად ლიდერი ხარ რაღაც შენს ცხოვრებაში, შენს პროცესებში, ხო? და მთელი ფილოსოფია ამ ვერცხს არის, რომ ლიდერობა უნდა შევინარჩუნოთ თანამშრომლობის მეშვეობით, ხო? ეს სწორი ესე იქნება. აღარ არის იერარქიების დრო, იმიტომ რომ ლომი იერარქია ჩვენ ვიცით და ძალიან ერთპიროვნულია და მონარქია საბოლოო ჯამში, ხო? და მერწყული იმის ოპოზიციურ ნიშანში იერარქიების გარეშე რაღაც სისტემების გადაწყობაა. მოკლედ ძალიან საინტერესო პერიოდი იქნება. ამას ნელა კიდევ წერ რაღაცებს კიდე დავწერ უპრობლემოდ. უბრალოდ არ ვიცი რამდენად კარგი მოსასმენია ხოლმე. და დავიწყოთ ახლა, მაგრამ სამ დავიწყებ, საერთოდ ყოველ ნიშანზე უნდა ვიცოდეთ საერთოდ ეს მზის დაბნელებაზე. კი ვიძახით, რომ მზის დაბნელებაზე რაღაცები უნდა მოვიზიდოთ, მთვარის დაბნელებაზე რაღაცები უნდა გავუშვათ, რაღაც მინჯაჭულობებზე ვიმუშაოთ, რაღაც ბლოკებზე ვიმუშაოთ. ოკეი, კი, ესე მუშაობს, მაგრამ საერთო ჯამში დაბნელება როგორ საკითხებს აქტიურებს, უფრო კარგად რომ დაიჭიროთ ეს მომენტი. არის თემები, სადაც უკვე დისბალანსია. აუცილებლად უკვე დაგროვდა დისბალანსი და გასასწორებელია. ამიტომ ნებისმიერ თემას, რომელსაც მოგიტანთ ახლა ეს ღერძი და რომელიც ახლა იწყება, ხო, იხსნება ეს სერია დაბნელებები და გრძელდება 2028 წლის თებერვალამდე, სწორად თუ მახსოვს კი ბატონო, ესე იქნება. ჩათვალეთ, რომ მომდევნო 2 წელი გაქვთ აი ამ დისბალანსის გასასწორებლად. ყოველთვის ვიცოდეთ, რომ არის დისბალანსი. ოღონდ ეს დისბალანსი მე მაგ რაღაცა სიჭარბით აღებული თუ ჩემსგანაა სიჭარბით აღებული, გააჩნია, ხო? და უფრო ესე ნიშნებზე გამოჩნდება
ეგ ამბავი. დავიწყოთ ახლა ნიშნები. ვერძისთვის არის მე-11-ეველი, გააჩნია მე კიდე იქ რომელ სახლშია თქვენთან და ეს არის თემები, რომლებიც გააქტიურებს, ესე ვთქვათ, მე-11 სახლის სცენარებს, ძირითადად ვლაპარაკობთ ამბიციაზე, ადამიანებს ვერძებს გაგიჩნდებათ, ესე ვთქვათ, ამბიცია, რომ გამოჩნდეთ, ნახეთ, აფიქსირდეთ, მაგალითად, ვისაც რაღაც თქვენი საქმე გაქვთ, ან რაღაც მომსახურება გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა და ვერ ბედავდით ამდენ ხანს, ან ვერ აბამდით თავს, რომ სოციალურ ქსელში გაგევრცელებინათ ეს თქვენი იდეა, ან პროდუქტი, ან მომსახურება, შეეცადეთ, რომ ნელ-ნელა დაიწყოთ გადაწყობა, იმიტომ რომ ყველაფერი თქვენთან, რაც უნდა მოვიდეს, სიკეთეები ამ დაბნელებების სერიიდან ხდება ციფრულად, ხო, ქსელში უფრო სწორად მოდი ესე ვთქვათ. რაღაცნაირად აი ეს არ მაინტერესებს ვიღაცების სხვების აზრი, აი ეს მოუდი უნდა გამოვხდოთ, ხო? მოგიწევთ რაღაცების სწავლა. ოღონდ არ ვლაპარაკობ ახლა კლასიკურ სწავლაზე და დიპლომის აღებაზე, ეს იქნება რაღაც კურსები, მოვიმუშაოთ რაღაცა ახალი უნარები სოციალიზაციისთვის. მოკლედ, თავარი ამბავი გაქვთ სოციალიზაცია, ოღონდ სწორი სოციალიზაცია, იმიტომ რომ როგორც წესი, თქვენთვის, ესე ვთქვათ, გარემოს შეფასებას არ აქვს ხოლმე დიდი მნიშვნელობა, ხო? ესე მუშაობს. გარემოც რაც შეეხება, გარემოც შეგეცვლებათ აუცილებლად, იმიტომ რომ მე-11-ველში ყოველთვის მოდიან ადამიანები, ვინც წარმატების ველია, ხო? ვინც ჩემს წარმატებას, ესე ვთქვათ, მხარს დაუჭერს. ამიტომ ეხლა თუ რაღაც ცოტა ტოქსიკურ გარემოში ხართ, ცოტა ისეთ არა აუცილებელი ტოქსიკური იყოს, მაგრამ სამეგობროში ან ყოველდღიური გარემოც ვაკავთ ისეთი, რომელიც, თქვენს ინტერესებს არ შეესაბამება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩანაცვლება ნელ-ნელა. შეეცადეთ არ ეჭიდავთ ამ პროცესებს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში კომპლექსს გამოიწვევს. არ გაარჩიეთ საქმეები, უბრალოდ დაელოდეთ ბუნებრივად როგორ და როდის შეიცვლება თქვენი გარემოცა, იმიტომ რომ ესეთი ერთგვარი მარკერია, როგორც კი ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ, ესე ვთქვათ, პოზიციონირება. თუნდაც ინტერნეტში, თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა ქსელში, ხო, უნდა გამოვჩნდე, ნახე, მთავარი ამბავია ისედაც არ გიჭირთ თქვენ გამოჩენა, უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაცაში აი სოციალურ ამბებში სხვა ადამიანებს არ ითვალისწინებთ, ხო, აი ამაზე ვლაპარაკობ. კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრი თქვენგანთან გაათამაშდეს, თუ საუბარია რა თქმა უნდა მეორე ქორწინებაზე, იმიტომ რომ მე-11-ეველი არის მეორე ქორწინება. ამ ორ წელიწადში შეიძლება მოგინდეთ, შეიძლება გადაწყვეტოთ, დაუჯახება ხელმეორედ. და მე-11-ეველი კიდე არის, შეიძლება პარტნიორს ყავდეს თავისი შვილები, ესეც ერთ-ერთი მარკერია, ხო? მაგათ ქორწინების თემა შეიძლება ძალიან აქტუალური იყოს თქვენთვის. საბოლოო ჯამში რო შევკრა, რას აკეთებთ? იწყებთ პოზიციონირებას ქსელში, თქვენი პროდუქტის, თქვენი მომსახურების გამოტანას. ცდილობთ, რომ მოძებნოთ თანამოაზრეები, ისეთი ადამიანები, ვინც გასაპორტებენ და რაღაცნაირად დაიწყოთ გარემოსთან საუბარი. აი, ჩემთვის ვარ მარტო არ როგორც მინდა გავაკეთება ეს თემები, აღარ იმუშავებს ესე. ოკეი, კურო. კუროსთვის მე-10-ველია, ამიტომ აქ პირდაპირ შეგვიძლია სოციალურ სტატუსზე ვლაპარაკოთ. კუროებისთვის იცვლება სოციალური სტატუსი, განსაკუთრებით ზაფხულიდან იგრძნობთ ცვლილებებს, როცა ურანი დატოვებს თქვენს ნიშანს ბოლო 7 წელი იდგა და ცოტა გაზანზარებდათ. ნახეთ, მე-10-ველი კი პროფესიაა, კი პროფესიონალიზმია, კი კარიერის კეთება, ეს თემები რა თქმა უნდა აქტუალური იქნება, მაგრამ სტატუსი მარტო ეს არ არის. ესაა ოფიციალური სტატუსი, როცა სახელმწიფო მაძლევს აღიარებას. ნახე, რაღაცაში მაღიარა სახელმწიფომ დიპლომი მომცა, რაღაც საფუთი მომცა. მართვის მოწყობები, ვისაც აღები გაქვთ, ძალიან კარგი ეპიზოდი იქნება ამის. ნახე, სახელმწიფოსგან უფლების მონიჭების ესეთი ბიუროკრატიული ამბები იქნება. გადასალაგებელი ვიღაცას ვთქვათ, მიწის რეგისტრაციაზე ან რაღაცა მსგავს თემებზე თუ გაჭიანურებული პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პერიოდი გადასარევია. ეს შეიძლება იყოს დაუჯახებაც, იმიტომ რომ მე-10-ველში დაუჯახება სოციალურ სტატუსაც ხშირად გვაგან, შეიძლება იყოს ბავშვის გაჩენა, რაღაცა თუ შვილი გყავთ, თქვათ, დასრული, შეიძლება იყოს შვილის სტატუსის შეცვლა, მაგალითად არ ვიცი, გახდეს სტუდენტი, გახდეს სრულწლოვანი, აი რაღაც ამდაგვარი. კიდე ძალიან აქტუალურია კუროებისთვის უძრავი ქონების თემა, იმიტომ რომ მე-10-ველში გვაქვს განსაკუთრებით თუ ეს არის მშენებლობა, ან რაღაც მშენებარე შეყიდვა, ასეთი თემები ძალიან კარგად შეგიძლიათ გადაალაგოთ და აუცილებლად ეს არის თუ ამოწურული გაქვთ თქვენი თავი იმ ადგილას, სადაც აკეთებთ სოციალურ რეალიზაციას, ან მდინარე სამსახურს გულისხმობ. მოვიდეთ რომ შეიცვალოს და თუ თქვენ თვითონ ვერ დაგეგმავთ ამას სწორად და დროულად, მაშინ გარემოებები დალაგდება უკვე წლის მეორე ნახევარში, ისე რომ მოგიწევთ ესე ვთქვათ იძულებული იქნებით წამოხვიდეთ. ამიტომ ნელა დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ სამსახური ან სფეროა შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამოწურულად გრძნობთ მაგ ადგილას და მაგ ამბავში თავს და მხოლოდ რაღაცა თქვენებურად სტაბილურობის გამო ხართ სტატიკურად. ძალიან დიდი ხანია, ხო? აი, გამბები გაქვთ კუროებს.
ტყუპებისთვის ეს არის მეცხრეველი. ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს ტყუპებს სხვათა შორის. აქაც სოციალურ სტატუსზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ცოტა სხვანაირად. აქ არის სამხედროობის ესე ვთქვათ გაფართოვება და ზოგადად გაფართოვება ადგილის დაკავება სოციუმში. თუ სწორად ავყვებით ამ თემს, აქაც გვაქვს სახელმწიფოსთან ურთიერთობის თემები. ოღონდ მეათეველისგან განსხვავებით იქ რომ რაღაც უფლება გვაქვს და აქ არის ნახე სტატუსის მონიჭება პირდაპირ მაგალითად ვისაც პასპორტი გაქვთ ასაღები, ვინც რაღაც მოქალაქეობას ელოდებით, ვინც ვიზას ელოდებით, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ესეთი ფორმა საბუთი, სადაც წერია ვინ ვარ მე, ხო? ლეგიტიმაცია, აი ძალიან მარტივად. რაღაცების ლეგიტიმაციისთვის იქნება ძალიან კარგი მომდევნო 2 წელიწადი. ლეგიტიმაცია მარტო, რა ვიცი, ეს პასპორტი და ვიზა არ არის, რა თქმა უნდა, ცხოვრების უფლება, ყველას არ გვაქვს ეს თემები აქტუალური, ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, აი მაგალითად დიდი ხანი რაღაცა ურთიერთობაში ხართ, ხო? ეს არაოფიციალურად წყვილში ხართ. მოგინდებათ ან მოგიწევთ ამ ურთიერთობის გაოფიციალურება. ყველაფერს მივცეთ სტატუსი, იმიტომ რომ სტატუსის ველია ესეც. ემიგრაციის თემები ვისთვისაც აქტუალურია. შეგიძლიათ ნელ-ნელა დაიწყოთ ფიქრი, ეს არ არის რაღაცა რთული ემიგრაციის ველი, ეს არის ავე ან სასწავლებელად წასვლა, ან საზღვარგარეთ, ანუ ცხოველ კომპანიაზე მუშაობა შეიძლება წასვლაც არ იყოს, ხო, რაღაცა ისეთი კავშირია საზღვარგარეთთან. ეს ასევე სწავლების ველი, აქ უკვე ოფიციალურ სწავლებაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება მოგვიდეს რაღაცა ახალი პროფესიის ათვისება, რაღაც ოფიციალურად, ხო, აკადემიურად, შეიძლება ამის გამო წავიდეთ საზღვარგარეთ. მოკლედ, ძალიან კარგი პროგრამაა, ერთადერთი ხა ამდენი კარგი რო ვილაპარაკე, უნდა მივხვდეთ რომ სადღაც არის მან ამბავი არის გარემოცვა თქვენთვის რა. ნახე, ძალიან ბევრი ადამიანი შეგიშლით ჭყალებში ხელს ამაში. აი არ წახვიდე, არ გინდა, ეხლა ვთქვათ არეული დროა, არ ღირს, ნუ გარისკავ. შეიძლება ეს იყოს პირადი ურთიერთობები თუ სახლი ემთხვევა, რომ რაღაცა რა ვიცი, მეუღლის ან შეყვარებულის გამო ვერ წახვიდე, ხო, რაღაცა, მაგრამ ნუ ამბის მთელი ამ ღერძის მთელი ამბავი ის არის უბრალოდ რომ ხო, უარი არ ვთქვათ ამ შესაძლებლობებზე არ შეგვეშინდეს და სტაბილურობა არ ავირჩიოთ, ხო, ესე ძალიან მარტივად. რაც შეეხება კირჩხიბებისთვის ამ მერვე ველი და ნუ ეს არის ის რაც ძალიან არ გიყვართ თქვენ, ხო, იმიტომ რომ ძალიან ინტენსიური ველია, ძალიან ესეთი დრაივია აქ და რაღაცნაირად ვერ მოაგვარებს სხვა ადამიანები ამ თემებს. აქ ძირითადად თემა მაინც არის რესურსები, ჩემი რესურსები, სხვისი რესურსები, ჩემი ფული, სხვისი ფული, განსაკუთრებით პარტნიორი, ვისაც ყავთ და ესეთი პარტნიორის რესურსები და ფინანსები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაცები იქნება გადასახედი და მთელი ესე ვთქვათ ამბავი არის, რომ სწორი კითხვა დავსვათ, ნახე, რამდენად შეესაბამება აი ეს რაც მოდის, მე რას გავცემ, ხო, აი ბალანსის თემებია ყველგან. ძალიან კარგია თუ ეს თემები დალაგებული გაქვთ, თქვათ არ არის ეს პრობლემა, ცოტა მაღალ ლეველზე ითამაშებს. და ეს იქნება რაღაცა საერთო ბიუჯეტით უძრავი ქონების შესყიდვა, არ აქვს მნიშვნელობა ინვესტიციის გაკეთებაც ვირადღირებულის, ხო, ოღონდ საერთო ბიუჯეტით. კიდე ძალიან აქტუალური იქნება პარტნიორის ნაცნობთან კომუნიკაცია, ოღონდ რა კომუნიკაცია იქნება კაცმა არ იცის, თუ რაღაც პრობლემები გაქვთ, ეს იქნება დასალაგებელი, ან პირიქით შეიძლება იქიდან ძალიან პოზიტიური ამბები წამოვიდეს, საჩუქრები, მემკვიდრეობა, არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ეს თემები იქნება ძალიან აქტუალური. უბრალოდ შეეცადეთ, რომ არ დაიზაროთ ამ ყველაფრის გადალაგება და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და ნუ ყველაზე მთავარი ამბავი მაინც ალბათ არის, რომ ინვესტირება და რაღაც დამატებითი შემოსავლის წყაროების შექმნის შესაძლებლობა მოგეცემათ და გამოიყენეთ მაქსიმალურად. ეს კრიზისები არ გადავდოთ, არ გადავავადოთ, აუცილებელია კიდე რაც ისეთი გამოკვეთილია მომდევნო 2 წელიწადში გთხოვთ სოციალიზაციას, ანუ გარეთ გამოსვლას და რაღაცის კეთებას, ესეც გაითვალისწინეთ. სოციალიზაცია უნდა ვაკეთოთ თუ გვინდა ის რაღაცა ბონუსები და საჩუქრები, რაზეც ვილაპარაკეთ. ლომებისთვის ესაა მეშვიდეველი პარტნიორული ურთიერთობების თემა, რა თქმა უნდა, პირად პარტნიორულ ურთიერთობებსაც გულისხმობს, ზოგადად პარტნიორული ურთიერთობები არის ავი ყველაფერი, სადაც გვაქვს შეთანხმება, ხო, ვიღაც ადამიანებთან, ბინა რომ აქ ნაკრავები ეგეც პარტნიორული ურთიერთობაა. ამიტომ აქ მთავარი ამბავი არის ამ დისბალანსის გასწორება და ეს დისბალანსია რომ არ ვლაპარაკობთ რაღაცებზე, მოგვიწევს რაღაცებს გადავხედოთ, რაღაცები გადავგეგმოთ, შეთანხმებებს გადავხედოთ, პარტნიორებთან დავიწყოთ საუბარი, რაღაც ინიციატივები გამოვიჩინოთ, ხო? რომ სულ მოლოდინი რომ იქით გადავწიოთ ისრები და დავალოდოთ რომ პარტნიორი გააკეთებს რაღაცებს, რაღაც ინიციატივას გამოიჩენს, არა, ეხლა თქვენთვის ესე მუშაობს, მომდევნო 2 წელი გაქვთ ამისთვის. პრობლემები თუ გაქვთ, ხო? არ არის მარტო მეორე მხარის ბრალი, რაღაცნაირად უნდა ჩაერთოთ, იმიტომ რომ მეშვიდე ველში არაფერი არავის ბრალი არ არის. მეშვიდე ველი არის წყვილში მუშაობა, ესე ვთქვათ, რაღაც თემაზე, ამიტომ შეეცადეთ რომ ისწავლოთ პარტნიორობა. კიდე რაც მნიშვნელოვანია, ეს 2 წელი მოგცემთ საშუალებას განსაკუთრებით, ვისაც ესე idეის დონეზე უკვე მომწიფებული გაქვთ რაღაც საკუთარი საქმის კეთება, საკუთარი ბრენდის შექმნა, არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც მომსახურება
მსახურების კეთება, ნელ-ნელა დაიწყეთ ამაზე ფიქრი. ოღონ ამას, რადგან მეშვიდეველია, მარტო ვერ გააკეთებთ, მთელი ფილოსოფია ეგ არის, ამიტომ უნდა ვისწავლოთ ის პარტნიორობა, რასაც ვლაპარაკობდი. გამოჩნდება ძალიან ბევრი შესაძლებლობა და შეეცადეთ გამოიყენოთ, არ უნდა ბევრი ფიქრი, იმიტომ რომ ეხლა ესე ვლაგდება ეს ამბები. აუცილებლად გექნებათ სამსახურის შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ უკვე ამოწურეთ სამსახური, როგორც ესე ვთქვათ, კურვების შემთხვევაში ვთქვი, თუ უკვე ხვდებით, რომ მანდ არანაირი პერსპექტივა არ არის, მაშინ მოგვიწევს აი უკვე სადღაც ზაფხულიდან ალბათ რაღაცების გადალაგება. და დაამნიშნულოვანია ლომებისთვის განთავისუფლდეთ სხვების გავლენებისგან და აკვირდეთ რას უსმენთ, რა იდეების გავლენების ქვეშ ხართ, ასევე შეიძლება იმუშაოს პირიქით, შეიძლება თქვენი ესე ვთქვათ, ცოტა გამრუდებული გავლენის ქვეშ იყოს სხვა, ამიტომ ესენი დააბალანსეთ, სხვა შემთხვევაში გაგიჭირდებათ აი ეს მართლა level-up-ის გაკეთება. იმიტომ რომ თქვენთვის კიდევ განსაკუთრებით ზაფხულიდან არის საინტერესო პერიოდი, როცა იუპიტერი გადმოდის თქვენთან, აი ფაქტიურად ყველა შესაძლებლობა მოგეცემათ, თავარი სწორად პარტნიორობით და სხვების გათვალისწინებითაც უკონფლიქტოდ უფრო სწორად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ქალწული მეექვსეველია, მსახურების ღერძია და ნახე აქაც უკვე დისბალანსი დაგროვილია ყოველდღიურობაში. ეს ყოველდღიურობა შეიძლება იყოს სამუშაო სივრცე, ეს ყოველდღიურობა შეიძლება იყოს ოჯახის რუტინა, არ აქვს მნიშვნელობა. ნახე აქ თავი კითხვა არის რამდენად ბევრია ვალდებულება რაც მე მაქვს. იქნებ ცოტა ესეც დასვით კითხვა, იქნებ თავს ვარიდებთ ვალდებულებებს, ხო? აქ ვლაპარაკობთ რუტინის მენეჯმენტზე, ოპტიმიზებაზე. რაღაცნაირად ისე უნდა გადავალაგოთ, რომ ჩვენი თავისთვის დაგვრჩეს დრო. მთელი პრობლემა ალბათ, სავარაუდოდ, ვისაც სამუშაო გაქვთ ღერძზე, იქნება ის, რომ არ გრჩებათ საკუთარი თავისთვის დრო და რაღაცნაირად ეს კიდე ჯანმრთელობის ველია და მეერე ჩართული იქნება ფსიქოსომატიკა და მთელი ამბები. ამიტომ პირველი რაც ვაკეთებთ, როცა ეს სერია იხსნება დაბნელებების, ვიწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას. მე არ ვიცახი რომ ხა ყველა ხვალიდან გაიქეცით დარბაზში და ვარჯიში დაიწყეთ, კი ბატონო იდეალურია, მაგრამ მინიმუმ კვებას დააკვირდით, მინიმუმ ძილის რეჟიმს, აი რაღაცებს დააკვირდით, იმიტომ რომ ეს ველი არის ჯანსაღი ცხოვრების ველი, ხო? და დავიწყოთ ჩვენი თავიდან. კიდე რაც ისეთი მნიშვნელოვანია, თუ მაგალითად თქვენი საქმე გაქვთ ან რაღაც ბიზნესი გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მოგიწიოთ სხვა ადამიანების, ესე ვთქვათ, ჩართვა ამ საქმიანობაში და ამის არ შეგეშინდეთ, ხო, ეს ყველაფერი რაღაცებთან არის მიბმული და ეხლა გავხაჩავ იმუშავებს ხარჯია, ხო, ბოლო. ამიტომ არ შეგეშინდეთ ამისი, ზუსტად ის სიკეთეები რო ავიღოთ ამ ღერძიდან, გვჭირდება სხვა ადამიანები, ან უნდა ვიქირაოთ ვიღაცის რესურსი, უნდა გამოვიყენოთ, ხო? ესეცა, მანდაც სამართლიანად იყავით, რასაც თვლით, რომ ეკუთვნის, არ დააკლოთ, მოკლედ. და კიდე რა. ხო, პრინციპში ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ველია, იმიტომ რომ ზოგადად მეექვსეველში როგორც გრძნობთ თავს, ძალიან ბევრ სფეროზე აქვს, ესე ვთქვათ, გავლენა, იმიტომ რომ მეექვსეველის მერე გადავდივართ მეშვიდეველში, სადაც სოციალიზაციას ვიწყებთ, პირად ურთიერთობებს ვიწყებთ და აი ეს საბაზისო მოთხოვნილებები რამდენადაა დაკმაყოფილებული მეექვსეველში, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს, ხო? დაკმაყოფილებულად ძალიან აირეკლოს ყველა სფეროს. საწორებისთვის ეს მეხუთეველია, შემოქმედებითი ველია და პროფესიულად იქნება ძალიან საინტერესო მომდევნო 2 წელი, განსაკუთრებით თუ შემოქმედებითი პროფესია გაქვთ. ან უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება ძალიან ესეთი დიდი შანსი იყოს თქვენი რაღაცა ჰობი ან ისეთი საქმიანობა, რომელსაც ვერ რისკავდით, თუნდაც იმიტომ რომ დაბლური შემოსავლის იმედი არ გქონდათ, აქციოთ თქვენ საქმიანობად. აი ჰობი გადავაქციო, ან ვიპოვო, საერთოდ არ ვიცი ჯერ და ვიპოვო ისეთი საქმიანობა, რომელიც მეყვარება და რომელიც ესე ვთქვათ, სტაბილურ სოციალურ რეალიზაციას მომცემს. კიდე ძალიან საინტერესო, ამას თუ გავურისკავთ, ხო? ეხლა სიტყვა გარისკვას ძალიან ხშირად ვახსენებ, იმიტომ რომ ღერძზე უყვარს ხოლმე რაღაც ესეთი ქმედებები, ინიციატივების გამოჩენა. შეიძლება რაღაც გამოჩნდნენ, მაგალითად, თქვენ ცხოვრებაში ცნობილი ადამიანები, გავლენიანი ადამიანები, მაგრამ ალბათ უფრო ცნობილი, ვისთანაც ესე ვთქვათ, ეს თანამშრომლობა და მათგან ესეთი თანადგომა მოიტანს ზუსტად იმ საქმიანობის და იმ პროფესიონალური რეალიზაციის საშუალებას, რომელიც ძალიან კარგად გადავაგდება, ხო? ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვანი 2 წელი. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ზებაში ხართ და ურთიერთობებში ესე ვთქვათ, ეძებთ soulmate-ებს, იმიტომ რომ კარმული პარტნიორი მოდის, ესე ვთქვათ, არ არის აუცილებელი რომ ეს ნაცნობობა ეხლა შედგეს პირველ დაბნელებაზე, იმიტომ რომ ეს დაბნელებები 2028 წლამდე გრძელდება, ანუ მომდევნო 2 წლის პერსპექტივას ვლაპარაკობ. გამოჩნდება ესე ვთქვათ ადამიანი, ჩვენ რო კარმულ პარტნიორს ვეძახით და სინამდვილეში იმიტომ მოდიან ეს ადამიანები, რომ რაღაც დაგვილაგონ ცხოვრებაში, სარკეში ჩაგვახედო. ვინც ურთიერთობაში ხართ, აუცილებლად გადახედეთ ურთიერთობებს, ზუსტად ის ფორმა მივცეთ და ის გაუცხოება მოხსნათ, იმიტომ რომ იქნება ეგ პრობლემა. შეიძლება გათამაშდეს ისე, რომ გადაწყვეტოთ შვილის გაჩენა, იმიტომ რომ ეს მეხუთეველია, დაგეგმოთ შვილი, ან თუ უკვე გყავთ შვილები, შეიძლება ეს იყოს შვილთან დაკავშირებული სცენარები, რაღაც შვილის ცხოვრებაში იცვლება. რაღაცა მნიშვნელოვანი რაც ჩემზეც ახდენს გავლენას.
მოკლედ ძალიან საინტერესო ამბავი გაქვთ თქვენ, მე ესე ვიტყოდი სასწორებს რა. მთავარია იყოს შემოქმედებითები და მთავარია ესე ცოტა რომანტიზმი დაუმატოთ ცხოვრებას. მორიელებს რაც შეეხება, მორიელებისთვის მეოთხეველია, პირდაპირ ეხება ხალხს ქონებას, მემკვიდრეობას, უძრავ ქონებას, შეიძლება რაღაც მემკვიდრეობა არ იყოს და შეძენის ამბავი ხო? შეიძლება იყოს ემიგრაციის თემა, ძალიან დიდი ალბათობით ვისაც აქტუალურია. ამ მომდევნო 2 წელიწადში თქვენი პოვით ადგილს, სადაც გექნებათ შეგრძნება, რო ხართ სახლში და სადაც თქვენთვის კომფორტულია. ამიტომ თუ სახლი არ გაგვხდეთ პრობლემა თქვენ ცხოვრებაში, დაიწყეთ უკვე ნელ-ნელა ამაზე ფიქრი, ამაში მინიმუმ მენტალური რესურსის ჩადება, რომ თემები გადალაგდეს. სამსახურის შეცვლა ამ დისბალანსს გასწორებს, მოდი ესე ვიტყვი. იმიტომ რომ გექნებათ ეგეთი ამბავი, სახლი, ოჯახი სამსახური, ხო, პირადი სამსახურია ეს დილემა. და შეიძლება მაგალითად იყოს, რომ არ გქონდეთ სწორად გადანაწილებული დრო, ჩართულობა, ამიტომ ამ 2 წელიწადში მიყვალთ იქამდე, რომ რაღაცა არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ოჯახს ვურცვლით როგორც წესი, რომ ეს ბალანსი დადგეს. შეიძლება რაღაც გარემოებებმა გაიცულოთ, თქვენ თვითონ თუ ვერ მიაგენით ამ ბალანსს და თუ ვერ გაიმეტეთ ესე ვთქვათ საკუთარი სამსახური შესაძლებლად, მაშინ შეიძლება დადგეს რაღაცა გარემოებები, ეს შეიძლება იყოს ორსულობა, ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი რაღაცა ისტორია, არ აქვს მნიშვნელობა, ხო, იძულებული გავხდები, რომ რესურსი თანაბრად გადავანაწილოთ. თუ ეხა პირიქით მაგალითად აი ოჯახის გამო სოციალურ რეალიზაციაზე ვამბობ ვარს, მაშინ პირიქით გადამოიჭდება, რომ იძულებული იქნებით გახვიდეთ, ამიტომ თქვენ თვითონ დაიწყეთ ძებრა. აი ესე მარტივად. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ უძრავი ქონების და სახლის თემა შეგიძლიათ მოაგვაროთ მომდევნო 2 წელიწადში. თუ სამსახური მობეზრებული გაქვთ და ხვდებით, რომ უკვე აღარ არის მან თქვენი ადგილი ფიქსირებულ ჯვარზე გაქვთ, ეს ძალიან გამოკვეთილი ფიქსირებულ ნიშნებს, თუ მოგბეზრდათ უკვე, თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ, არარეალიზებულად პერსპექტივას ვერ ხედავთ, აუცილებლად დაიწყეთ წამოსვლა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში კონფლიქტურად მოგიწევთ იქიდან წამოსვლა. შულდოსანი. შულდოსნისთვის ეს არის მესამეველი და ახალი გზები, აი ესე ქვია. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით იხსნება ახალი გზები, იხსნება ახალი შესაძლებლობები, შემოდიან ახალი ადამიანები, რაღაც თქვენი ინტერესები კმაყოფილდება. ძალიან კარგია პირადი საქმის და ბიზნესის დასაწყებად, ვისაც იდეის დონეზე უკვე მომწიფებული გაქვთ, იმიტომ რომ კვანძი ჯერ კიდევ მეოთხეველშია და ძალიან კარგად ესე ვთქვათ დაფუსტავს ამ იდეას. ძალიან ბევრი იდეები მოვა, კიდე ხო გაქვთ, მაგრამ კიდე მოვა, რომლებიც ფაქტურად არ იქნება ხელიდან გასაშვები. სავარაუდოდ ძალიან ბევრი ცდით ვაჭრობის სფეროში ბედს და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ვაჭრობის სფერო ესე ვთქვათ ერთ-ერთ პრიორიტეტში იქნება, კარგ შედეგს დადებს, უბრალოდ რა თქმა უნდა აქ როცა ვლაპარაკობ ამ ფერზე უნდა იყოს ყველაფერი დაგეგმილი გაწერილი. ახლა მესამეველი კიდე რა არის? მართვის მოწმობა, მანქანის გამოცვლა, ტელეფონის გამოცვლა, ლეპტოპის გამოცვლა, იმ მსგავსი რაღაცები მესამეველის ინსტრუმენტებია, თავისუფლად შეგვიძლია დავგვექნოთ მართვის მოწმობაც, თავისუფლად შეგვიძლია დავაიმენ ვიცი ადამიანები, ვინც წლობით ცდილობენ მართვის მოწმობის აღებას და ამიტომ შულდოსნებისთვის ეს პერიოდი ძალიან კარგი იქნება. სწავლისთვის იქნება ძალიან კარგი პერიოდი, ოღონდ ეს არ არის რაღაცა აკადემიური მრავალწლიანი სწავლებები, ესა კურსების სწავლებები, სადაც ახალ უნარებს გამოვიმუშავებთ, თუნდაც ამ ვაჭრობის სფეროში გადასასვლელად და ასე შემდეგ. გადახედეთ აუცილებლად თქვენი საინფორმაციო ველის ხარისხს, ვის უსმენთ, რას უსმენთ, როგორ გავლენების ქვეშ ხართ, იმიტომ რომ სავარაუდოდ მანდაც ძალიან ბევრი ესეთი ნეგატიური გავლენებია დაგროვილი და შეეცადეთ გაასუფთავოთ. დღის რქებისთვის ეს ამეორებელი, ფინანსური ამბები, თავიდან ბოლომდე ითვლება, რესურსები, ფინანსები, ნიჭები, შეიძლება აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები, ახალი ტალანტები. დისბალანსზე თუ ვლაპარაკობთ, აქაც დაგროვილია დისბალანსი რაღაცნაირად და თავარი კითხვა არის, რომ დავსვა რა მაქვს ეხა მე, აღრიცხვა გავუკეთო, ჩემს შესაძლებლობებს, ჩემს რესურსს, ჩემს დროს, ჩემს ფინანსებს არ აქვს მნიშვნელობა და მეორე კითხვა არის, რა ისე გაკეთება შემიძლია აი ამით, რომ ამ წუთას დავიღო, დააკვირდით რა შიდებთ ამ რესურსებს, ვისთვის მუშაობთ, დააკვირდით, რამდენად დაფასებულია ეს, თუნდაც ფინანსური კუთხით, ხო, სხვაზე მუშაობა, იმიტომ რომ თუ არასწორ ადგილას ხართ და თუ არ ფასდება ეს თქვენი ცდილობები, მაშინ იქ უკვე დაიწყება კონფლიქტები და ისევ ეს იძულების პრინციპი რაც აქ ხოლმე დაბრუნებებს მოგვიწევს წამოვიდეთ და მოგვიწევს ჩვენ თვითონ გადავალაგოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი კარიერა, ჩვენი საქმიანობა. იმიტომ რომ დღის რქებში არის ეს ძალიან მაღალი ხარისხის სოციალიზაცია და საკითხი აქ კიდე შეიძლება დადგეს ესე გამოხატვის თავისუფლება. გააჩნია ხა ეს არ არის მარტო რომ სამსახურში ვერ გამოვხატავ რაღაც სათქმელი, მაგრამ რაღაც ვფიქრობ რომ უკეთესია შეიძლება ის იყოს პირად კომუნიკაციის დონეზე, გააჩნია რომელ სახლშია, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არის მთავარი ამბავი თქვენს ასე ვთქვათ მომდევნო 2 წელიწადში ისწავლეთ რაღაცების თქმა, ხო თითქოს არ არის პრობლემა დღეს რქისთვის, მაგრამ მაინც ესე ლაგდება.
მაგრამ თუ რაღაცები დაალაგებული საკუთარი საქმე გაქვს, სხვა შემთხვევაში ძალიან კარგია, იმიტომ რომ ფინანსურ წყაროებს ხსნის, ახალ შემოსავლის წყაროებს ხსნის, უბრალოდ სამშაბლო თემები, რაც არის გასასწორებელია, ბევრი ნეგატიური, ესე ვთქვათ, ერწყმუნებულებები, სულ მუდამ მტკიცება, განსაკუთრებით ვისაც მამასთან თემები გაქვთ აქტუალური, მამასთან კომუნიკაციის გასწორება ან რაღაცა პატერნები მამისგან წამოღებული, ეს თემები გააქტიურდება მომდევნო 2 წელი და პრინციპში ფინანსები თავიდან ბოლომდე იქნება ამაზე მიბმული, ამიტომ აღარ გადადოთ ეგ თემები, იმუშავეთ, როგორც თქვი, ფასეულობათა ველია გადახედეთ, ფასეულობათა სისტემა რაღაცა იქნება შესაძლებელი. კიდე არის ეგეთი ამბავი, რომ ხარჯებით შეგეცვლებათ განამარტო შემოსავლები და ეს ხარჯები რომ უკეთესობისკენ შეგვეშლოს, ანუ შემცირდეს. აი ეს თემები რაც ვლაპარაკებ, ფასეულობები, ნეგატიური რწმუნებულები, მამის თემა, თქვათ ვიღაცის ჭრილქვეშ ყოფნა წლების განმავლობაში ეს თემები იქნება გადასალაგებელი. დადებითისკენ რომ შეიცვალოს ეს არა ვიცი, შეიძლება ქირა დაგვიკლონ კომერციულ ფარგლზე, ან ბინაზე, ან მაგალითად რაღაც თუ მიბმულია თქვენი შემოსავალი ან სახელმწიფოზე, ან სოციალურ თემებზე რაღაცები მანდად შეიცვლება, ეს შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ კანონი შეიცვალა, სახელმწიფო ჩაერია და ესე შემდეგ. რაც შეეხება მერწყულებს. მერწყულებისთვის ეს არის პირველი ველი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და ეპიზოდი. ყველაზე ესეთი გრანდიოზული ცვლილებების თან პლუტონი ფუსტავს მათ ყველაფერს. შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაფართოებლად, გამოსაჩენად, ცნობადობისთვის, თქვენი პროდუქციის, თქვენი მომსახურების, საკუთარი თავის დაბრენდისთვის, აი ძალიან კარგად შეგიძლიათ ეს პერიოდი გამოიყენოთ, ცოტა რომ გაურისკოთ, აი გამოჩნდეთ, გამოანათოთ. ძირითადი სამუშაო მაინც არის Twitch შეზღუდვებთან მუშაობა მერწყულებისთვის. საკუთარ თავთან მუშაობისთვის, იმიტომ რომ რაღაცეებზე აი ეს მიმდინარე ამბები ხო ნაკლებად გაინტერესებთ ხოლმე რაღაც ეგზისტენციალურ მდგომარეობებში ხართ და ცოტა დავიწდეთ და აქ გავასწოროთ საკუთარ თავთან კომუნიკაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა კი არა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება პირადი ურთიერთობები თქვენთვის, იმიტომ რომ ეს ღერძია. ვინც ხანგრძლივ ურთიერთობებში ხართ, ყველაზე მნიშვნელოვანია რაც უნდა მოისმინოთ, შეიძლება შეატყოთ რომ უკვე მოგბეზრდათ, უკვე პარტნიორი საინტერესო აღარ არის და შეიძლება ამან გამოიწვიოს, ესე ვთქვათ, კრიზისი ურთიერთობაში, ამიტომ ეს რო არ დადგეს, შეეცადეთ დიალოგი, შეეცადეთ საუბარი გამოიყენოთ ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ვინც ესე ვთქვათ ამ ეპიზოდს გადაურჩებით ურთიერთობიანად, გადახვალთ ძალიან ესეთ ხარისხიანი ურთიერთობის ეპიზოდში. უბრალოდ არ გადაწყვეტოთ, რომ მოსაბეზრებელია, საერთო ინტერესი უნდა მოვნახოთ პარტნიორთან, ეს იქნება პირადი პარტნიორი, სოციუმი თუ თანამოაზრები არ აქვს მნიშვნელობა, ახლა საერთო ინტერესი ნუ ვიქნებით ჩვენთვის განცალკევებულად ეს თემა მერწყულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ისეთი ღრმა თემა რაც არის Twitch შეზღუდვებია, ხო უცნაურია მერწყულისთვის, მაგრამ ხო ეს თემები გექნებათ, ბევრი რაღაცის უფლებას არ აძლევთ თავს. ან იმიტომ რომ იმეცებთ რომ ეხა აზრი არ აქვს, ამ სოციუმში აზრი არ აქვს, ამ ადამიანებთან აზრი არ აქვს და მოგიწევთ აი ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა. ძალიან კარგი შანსი გექნებათ გარემოზე თქვენი ასე ვთქვათ გავლენა გაავრცელოთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს რითი იქნება, სიტყვით იქნება, პროდუქტით იქნება, მომსახურებით იქნება, ძალიან საინტერესო მასშტაბირება, აი ეს სიტყვა არის და შიში თუ გაქვთ მასშტაბირების, ან თუ ფიქრობთ რომ ესე არ მუშაობს, შეგიძლიათ გადახედოთ ამ თემებს და გამოიყენოთ მომდევნო 2 წელი ამისთვის. თევზებს რაც შეეხება, თევზებისთვის მე-12 ველია, წმენდა, განსაწმენდელია ეს სიტყვებია. ყველაფერი იმისგან რაც დაგროვდა ბოლო 8 წელია, ხო? რაც აღარ გჭირდება, რაც ხელს გვიშლის წესვლაში, იმიტომ რომ აქ მე-12 ველში ყოველთვის გროვდება ისეთი თემები, რაც ასე ვთქვათ, ძირითადად ჩვენი არ არის, გვეძებება. ცოტა ტოქსიკური ველიცაა, ხო? თუ ვერ ვაცნობიერებთ, ამიტომ თევზებთან ბევრნაირი სცენარები გათამაშდება, ყველაფერი გააჩნია რომ მოსახშია, ყველაფერი და ყველა ვინც ხელს გვიშლის დაცვაში, დაიწყებს ნელ-ნელა, უკვე დაწყებული იქნება, ესე ვთქვათ, გასვლა ჩვენი ცხოვრებიდან, შეეცადეთ არ ეჭიდაოთ ამ ამბავს, აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ ბოლო ველია, დასასრულის ველია. იმუშავეთ მიჯაჭვულობებზე, იმუშავეთ იმაზე, რომ ეს რწმუნებულებები, რასაც ეს ტოქსიკური გარემო გეუბნებოდათ, რომ არ გამოგივათ, თქვენი არ არის და ესე შემდეგ, დაიწყოთ, ესე ვთქვათ, ამის გაწმენდა და ამის გაჯანსაღება. ეს აიზოლაციის ველი კიდე რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და შეიძლება ეს იყოს დიდი იზოლაციის ეპიზოდიც, ხო? ოღონდ არ არის აუცილებელი ეს ნეგატიურად იყოს. ეს შეიძლება იყოს ემიგრაცია, ეს შეიძლება იყოს ემიგრაციიდან დაბრუნება, უფრო რეალური ეს არის. ეს შეიძლება იყოს რაღაც პენსიაზე გასვლა, მაგალითად, სამსახურიდან რომელიც წლები აქვს ტანჯავს, იქიდან წამოსვლა, რაღაც აი ესეთი ეპიზოდი, რომ ჩემს თავთან შემიძლება დავრჩე და ჩემი რესურსები, ესე ვთქვათ, შემიძლია შევაფასო და დავიწყო რაღაცა ამითი აქტიურობა. აუცილებელია კიდე ვიცოდეთ, ვინც დაფარულ ურთიერთობებში ხართ, ან ფარული ურთიერთობების ველია, ან არ ვამბობ, ან არ ვაშიარებ ამას, აი მან იქნება იმის ალბათობა, რომ ეს გამოჩნდეს, ამოვიდეს, ესე ვთქვათ, ზედაპირზე, ამიტომ მანდაც მობილიზდით და რაღაცები გადაალაგეთ სწორად. საიდუმლოებების თემა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება მომდევნო 2 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გაიგოთ, ან თქვენ თუ გაქვთ საიდუმლო, შეიძლება ეგ გამჟღავნდეს, ამიტომ მანდაც რაღაცეები გადაალაგეთ და რაღაცა ეტაპზე მჯობია რომ თქვენ თვითონ თქვათ იქ და იმ გარემოში ვისგანაც მალავთ. მოკლედ ეს არის ფსიქოლოგიური წმენდის ეპიზოდი და ასე ვთქვათ, თუ არ დაიზარებთ საკუთარ თავთან მუშაობას და ისევ არ აირიდებთ სიტუაციებს თავიდან, ეს იქნება პარადოქსულად, აი მშვიდად რო ხარ, კარგად რო ხარ, რელაქსებული და თან სასიამოვნოდ
შენთვის საინტერესო საქმეს აკეთებ და შენთვის საინტერესო რეალიზაციას იწყებ, იმიტომ რომ თუ ეს წმენდა და განწმენდა და განსაცმენდელი, რაც თქვი თავიდან სწორად წარიმართა პროცესი, მაშინ ძალიან კარგი სოციალიზაცია გველოდება წინ. ასევე ეს შეიძლება იყოს სწავლის პერიოდიც, მე ესე დავაგდა. ოღონდ ეს არ არის კლასიკური სწავლა, ეს არის შეიძლება ონლაინ ვისწავლო. ძალიან საინტერესო დაბნელებების ეპიზოდი იწყება, ესეთი მასშტაბური, კოლექტიური და დავაკვირდეთ გლობალურ პროცესებსაც ისეთი გავლენა იქნება, საინტერესო, იმასაც ალგე დავწერ ხოლმე, როგორც ვაკეთებ. ეს იყო ექსპრეს დაბნელების პროგნოზი. საინტერესო და წარმატებულ დაბნელებებს გისურვებ.